ცნობილი ფრაზაა, ხო იცი? აზრი არ აქვს, რამდენად ძლიერად შეგიძლია დარტყმის მიყენებაო, თავარია დარტყმოს როგორი ეფა, ხო? რავი, ყველანი ვაგებ ცხოვრებაში, საერთოდ ყველანი. ყველანი ურთიერთობებში, ოჯახის წევრებში, რავი, ყოველთვის ვერ მოიგებ, ხო? ჩაოლებრივი, ბუნებრივი მომენტია წაგება, ხო? ამაში ხო ცუდი არაფერი არ არის, ჩემთვის ბევრად უფრო ცუდია ისეთი ადამიანების ნახვა, რომლებიც უცდელად მარცხდებიან. ადამიანი რამე შეეცადა და დამარცხდა, ამაში ცუდი არაფერი არ არის. Ყოველას ხო გვაქვს ის, რომ აი შემეშალოს და აი რა წავაგო და ის და ანუ მაგაზე რატო უნდა ვიფიქრო თუ ჯერ არ მომხდარა, ხო? მაგიტო ვცდილობ ხოლმე ყოველთვის პოზიტიურად ვიფიქრო. თუ ცუდი არის მოსახდენი მოხდება ცუდი. ყოველთვის. და მაგაშიც ნახავ რაღაც პოზიტიურს. და დავარნილს ილია თოფურიას ვერამე ვერ ნახავს, იმიტომ რომ შრომობ, ჩემ თავთან მართალი ვარ ყოველთვის. ვიცი რომ თუ წავაგე ეს იმიტომ არ იქნება რომ არ ვიშრომე ან რაღაც დავიზოგე